ვინ გითვალთვალებთ სოციალურ ქსელში, ანუ ვინ გათვალიერებთ, მოდი მე ავხწერ ადამიანებს და მესიჯი თავად ამოიღეთ. ვისაც გეკუთვნით. სამი ადამიანი განსაკუთრებით გამოიკვეთა. 2 მამაკაცი და 1 ქალი. პირველი მამაკაცი რომ ავხწეროთ, აბა ვინ არის? სექსუალური მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული. მისგან ყოველთვის მძაფრი იმპულსები მოდის. სულ რომ კვასიმოდო იყოს, მაინც ნებისმიერს მოხიბლავს თავისი იდუმალი შარმით. მისთვის თანაბარ უფლებიანი არაფერი არ არსებობს, რადგან არსებობს მხოლოდ მისი მე და მორჩა. უკიდურესად ეჭვიანი და ფარული მოქმედებების მიმდევარია. ამიტომ სოციალური ქსელი საუკეთესო საშუალება არის, რომ საქმის კურსში მუდმივად იყოს. მეორე მამაკაცი ვნახოთ, აბა ვინ არის? ხო, ეს ადამიანი 100 ჯერ ზომავს და ერთხელ ჭრის, ძალიან ნელა იღებს გადაწყვეტილებებს, რომ ქორწინდებოდეთ მასზე, ალბათ იმდენს იფიქრებს, სანამ რამეს გადაწყვეტს, ნამდვილად ჩონჩხად გადაიქცევით. თუმცა თუ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, მერე ის ქვასავით მტკიცია. საკუთარი სიმშვიდის, კომფორტის, სიჩუმის მოყვარული ადამიანია, რომელიც მუდამ ცდილობს გაანებიუროს საკუთარი თავი. იღებს მეტს, გასცემს ცოტას. საიდუმლო ფანტაზიებიც კი ძალიან მრავლად აქვს და ამ ყველაფრისთვის ის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს, რისი ადრესატიც ხართ თქვენ. ახლა რაც შეეხება ქალს, ესეც ვნახოთ, აქ თქვენ ვიღაცას ყელში გაეჭხირეთ ძვალივით, ეს თვალიერება არც თუ ისე სასიამოვნოდ გამოიყურება, რადგან აქ შური და ბოღმის სუნი უფრო დგას. ის რაც ვერ შეძლო მან, შეძელით თქვენ. მისი თვალები გზომავთ სანტიმეტრებში და მილიმეტრებშიც კი, გამომცდელი მზერით. თითქოს შედარებას აკეთებს თქვენსა და მას შორის, განსხვავებაში და განსაკუთრებით ვიზუალურად. არ ვიცი ესე ვის გაეჭხირეთ ყელში, თუმცა მისი ესეთი თვალთვალი მართლაც აქტიურია თქვენს მიმართებაში. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53. წერთ და არ მირეკავთ.